მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ მღვდლობის მადლის შესახებ. ჩვენს წიგნში ამაზე რამდენიმე საინტერესო ამბავია მოთხრობილი. ერთი ეხება ერთ განდევნილ ბერს, რომელთანაც ყოველკვირეულად დადიოდა მოძღვარი, რათა ეზიარებინა. ერთ დღესაც ამ ბერს ამბავი მოუტანეს, რომ ეს მღვდელი ცოდვილი დაცემული ადამიანი იყო. ბერმა დაიჯერა ეს ციგისწამება და მასთან მოსული მოძღვარი სენაკში აღარ შეუშვა. ამ დროს ბერს მოესმა ზეციდან ხმა: წამართვა ხალხმა ჩემი სამართალი. აი ამის შემდეგ მას ჰქონდა ესეთი ხილვა. დაინახა ოქროს ჭა, რომელშიც იდგა ოქროს წყალი და დაწყლულებული კაცი ამ ჭიდან ოქროს თოკით იღებდა წყალს და ოქროს ჭურჭელში ასხამდა. ბერ ძალიან მოუნდა ამ წყლის დალევა, მაგრამ აი ამ კაცის დაწყლულებული სხეულის გამო ზიზღით ვერ ეკარებოდა წყალს. ამ დროს მოესმა ხმა: განა ეს წყალი რაიმეთი ფუჭდება იმის გამო, რომ მას ეს დაწყლულებული კაცი იღებს? და მაშინ მიხვდა ეს ბერი, რასაც ეხებოდა ეს ხილვა. მას არ უნდა გაებრუნებინა უკან მასთან მოსული მოძღვარი, თუნდაც ის ციგისწამება სიმართლე ყოფილიყო და ის მადლი, რაც მისგან უნდა მიეღო, მაინც სრულად იქნებოდა მიღებული. მსგავსი ამბავი მოთხრობილია მამა მარკოზის შესახებ, მაგრამ იმ ბერისაგან განსხვავებით მამა მარკოზმა არ დაიჯერა ეს ციგისწამება და მასთან მოსული მღვდელი განსაკუთრებული პატივით და სიხარულით მიიღო. აი ამის გამო მამა მარკოზი გახდა ღირსი საოცარი ხილვა ეხილა. როდესაც მღვდელი აღასრულებდა წირვას, მარკოზმა იხილა, როგორ დაეშვა ზეციდან ცეცხლოვანი ქერუბიმი, როგორ შეეხო ამ მღვდელს და მთლიანად ეს მღვდელი როგორ გაეხვია ცეცხლის ალში. აი ესე აღასრულა მან მთელი ეს საღვთო ლიტურგია. და როდესაც განშიფრებული მამა ამას უყურებდა, მოესმა ხმა: რატომ გიკვირს ეს მამაო? შენ თუ იცი, რომ ამ ქვეყნიური მეფეებიც კი გზრუნავენ, რომ მის გარშემო მყოფი მსახურები, ვეზირები, განწმენდილები იყვნენ და ისე ემსახურებოდნენ, როგორ არ იქნება განწმენდილი ეს ზეციური მსხვერპლი, რომელსაც უფალი შეიწირავს და როგორ არ იქნება განწმენდილი ის მღვდელი, უფლის მსახური, რომელიც ამ მსხვერპლს შეწირავს. ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც სრულდება ეკლესიაში, ეს არის სწორედ ზიარების საიდუმლო, რომელიც უფალმა დააწესა საიდუმლოს ერობაზე და რომელიც მუდმივად ახლდება თითოეული წირვის დროს. მღვდლობის საიდუმლო მსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საღვთო ლიტურგია. საღვთო ლიტურგიაზე თვითონ უფალი წირავს საკუთარ თავს. აი ამის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ მსხვერპლი, შემწირველი და მსხვერპლის მიმღები ყველაფერი ეს უფალი იესო ქრისტეა. უფალმა ეს საიდუმლო ერთხელ აღასრულა. შეეწირა ჩვენი ხსნისათვის ჯვარსეცვა, მოკვდა, დაეფლა და აღდგა, რათა ჩვენ გამოგვიხსნა საუკუნო მონობისაგან და უკტავება მოგმადლოს. ყოველი წირვის დროს ხდება არა გამეორება ამ საღვთო მსხვერპლისა, არამედ სულიწმინდის საიდუმლო მადლით ჩვენ ყველანი თანაზიარი ხვდებით იმ ერთხელ აღსრულებული საიდუმლოსი და მარადისობის ნაწილი ხვდებით. აი ამ წირვაზე ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს. ეს არის ყველაზე დიდი წყალობა უფლისა და ამითი ჩვენ ხვდებით თანაზიარი უფლისა, რადგან იესო ქრისტეს ყოველი სიტყვარი ჭეშმარიტება და იგი გვამცნობს, რომ ვინც ჭამს ჩემ ხორცს და სვამს ჩემ სისხლს, მას ექნება ცხოვრება საუკუნო და ის ჩემთანა დაადგრეს უგუნისამდე. აი ეს უდიდესი მადლი არაერთხელ გაცხადებულა სხვადასხვა წმინდანის ცხოვრებაში. იყო ესეთი შემთხვევა ქალაქ ლანჩანოში, იტალიაში, როდესაც მერვე საუკუნეში აღასრულებდნენ საღვთო ლიტურგიას და ერთ-ერთ მღვდელს შეეპარა ეჭვი, რომ ეს პური და ღვინო მართლა უფლის სისხლი და ხორცი იყო თუ არა. და მთელი ეს წირვის განმავლობაში ეს ეჭვი ვერ მოიშორა. და ბოლოს, როდესაც მივიდა ლიტურგიის ყველაზე კულმინაციურ ადგილზე, როდესაც იკურთხება პური და ღვინო და გარდაიქმნება უფლის სისხლად და ხორცად, აი ამ მღვდელმა და არა მარტო მღვდელმა, ყველა იქ ყოფა ღვთისმსახურმა იხილა, როგორ გადაიქცა ეს პური და ღვინო ჭეშმარიტად სისხლად და ხორცად. ყველა შეძრთუნდა ამ საიდუმლოს ხილვისას და რა თქმა უნდა, არავინ აღარ ზიარებულა აი ამ საღვთო წვენიდან. საინტერესო ის არის, რომ ეს წვენი დღესაც ინახება იტალიის ქალაქ ლანჩანოში და მომლოცველებს შეუძლიათ მისი ნახვა. ეს საღვთო წვენი არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა გამოკვლევის საგანი.
გამოიკვლიეს, რომ ეს ხორცის ნაჭერი ნამდვილად ადამიანის სხეულიდან არის და მიოკარდის, გულის მიოკარდის ნაწილია. ხოლო სისხლი იგივე ჯგუფის მატარებელია, რა სისხლიც არის ლაბორატორიულად აღმოჩენილი ტურინის სუდარაზე. გარდა ამისა, სისხლს აქვს ისეთი თვისებები, რომ საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ჭურჭლის და კონსერვანტების გარეშე ინახებოდა, აბსოლუტურად საღია და დღეს ადამიანის გადასხმისთვისაც რომ დაჭირდეს, ამისთვისაც კი გამოსადეგია. კიდევ ერთი უცნაური თვისება ახასიათებს აი ამ საღვთო ცხვენს. ეს სისხლი დღეს აღარ არის თხევადი, არამედ პაწარა ნაწილებად არის კრისტალებად შეკრული. და თითოეული ეს ნაწილი იმდენს იწონის, რამდენსაც ეს ყველა ნაწილი ერთად. ესეც ყველა ფიზიკის კანონის დარღვევით არის და მეცნიერები ამას ვერაფრით ვერ ხსნიან. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მომხდარა საღვთო ლიტურგიის დროს და მადლობის საკითხავ წიგნებში, სადაც მოცემულია ესა თუ ის წესი, სადაც უნდა იყოს განმარტებული თუ როგორ უნდა აღასრულოს მღვდლებმა საიდუმლო, წერია რომ თუ ეს ზღვენი ისევ გადაიქცევა პურად და ღვინოდ, მაშინ ყველანი ეზიარონ, ხოლო თუ არ გადაიქცევა, მაშინ არ უნდა მიეკარონ ამას და ეს უნდა შეინახული იყოს. საეკლესიო ლიტურგიას ძალიან დიდი ძალა რო აქვს, ეს არაერთ წმინდანის ცხოვრებაში იყო აღწერილი. მამა პაისი მოგვითხრობს ესეთ ამბავს, რომ ერთი კაცი იყო ტყვედ ჩავარდნილი და როდესაც ის დაბრუნდა ტყოვიდან, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დღეებში ათავისუფლებდნენ მას ბორკილებიდან, როდესაც მისი მეუღლე აქ მის სამშობლოში, მის სახელზე წირვას აღასრულებდა ხოლმე. საინტერესო ერთი ისტორია, რომელიც ბასილი დიდის ცხოვრებაშია მოთხრობილი. იყო ერთი მღვდელი, რომელიც დიდ ვალებში ჩავარდა და ერთ-ერთმა მდიდარმა გაისტუმრა მისი ვალები, ოღონდ ერთი პირობით, რომ ეს მღვდელი მისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე მის და მის ოჯახის წევრებს ლიტურგიაში მოიხსენიებდა. ამ მდიდარს იმედი ჰქონდა, რომ მღვდელი ახალგაზრდა იყო და დიდხანს წლების განმავლობაში გარანტირებული ექნებოდა ეს საღვთო მოხსენება. მაგრამ მოხდა ისე, რომ მღვდელმა ერთი ლიტურგიის აღსრულება მოასწრო, ერთხელ მოიხსენია ეს მდიდარი და მალევე გარდაიცვალა. მაშინ ამ კაცს მდიდარს გაუჩნდა იმისი ეჭვი, რომ ტყუილად დახარჯა ეს ფული და მოთხოვა აი ამ გარდაცვლილი მღვდლის დედას ვალის უკან დაბრუნება. დედა ძალიან შეწუხდა, იმიტომ რომ ეს თანხა უკვე აღარ არსებობდა, მღვდელმა გაისტუმრა თავისი ვალები და ამიტომ საშუალად მიმართა ბასილი დიდს. ბასილი დიდმა დაიბარა ეს ვაჭარი თავისთან და უთხრა, მოიტანე სასწორი, მოიტანე ოქრო და მე ავასრულებ საღვთო ლიტურგიას. მოგიხსენიებ შენ და შენი ოჯახის წევრებს და ამოვიღებ აი ამ მახვილით ხდება კვეთა აი ამ სეფისკვერიდან, ამოვიღებ ერთ ნაწილს და დავდოთ სასწორზე. აი ამ ერთ ნაწილს რამდენი ოქროც გადაიწონავს, ის იყოს აი ამ მის სასყიდელი. დანარჩენი კი დაგებრუნოს ამ ქალნა. მდიდარი ძალიან გახარებული დარჩა ესეთი გადაწყვეტილებით, მართლაც მივიდა საღვთო ლიტურგიაზე. ბასილი დიდმა აიღო ეს ნაწილი, რომლითაც კვეთა და მოიხსენია მისი ოჯახის წევრები და დადო სასტორის ერთ მხარეს. და მეორე მხარეს დადო ოქრო მდიდარმა. მაგრამ აი ამ ერთი ბეწო ნაწილმა ეს ოქრო გადაწონა. რამდენსაც უმატებდა ოქროს მეორე მხარეს მდიდარი, მით უფრო მძიმდებოდა და მძიმდებოდა ეს ნაწილი. მაშინ მიხვდა ეს ადამიანი, რომ ღვთის მადლი აუწონავია და ის ერთხელ მოხსენიებაც კი საღვთო ლიტურგიაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ქვეყნის ოქრო და ესე შეინანა თავისი საქციელი. მღვდლობის მადლით ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ თანაზიარი გავხდეთ უკვდავებისა. რომ არა მღვდლობის მადლი, ჩვენ ვერ ვიქნებოდით განთავისუფლებული ადამიანის ცოდვისაგან, რადგან სწორედ ადამიანის ცოდვა, რომელიც უფალმა გამოისყიდა უფლის ჯვარცმით, აი ამ ცოდვისგან განთავისუფლების თანაზიარი ჩვენ ხვდებით ნათლისღებით. როდესაც ნათლისღებით წყალში სამძელში თაფხით, ჩვენ ხვდებით თანაზიარი უფლის ჯვარცმისა, დაფლისა და აღდგომისა. ასევე მღვდლობის მადლით ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ განთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვებისაგან, იმიტომ რომ არ არის ადამიანი, არც ერთი ადამიანი დედამიწის თურქზე, რომელმაც არ ცოდა. მაგრამ აი სწორედ მღვდლობის საიდუმლო მადლით, რომელიც უბოძა ქრისტემ თავის მოწაფეებს, ეს იყო შეკვრისა და გახსნის მადლი, ანუ
ადამიანებს, მღვდლებს მიეცათ მადლი იმისა, რომ შეეკრათ და გაეხსნათ ცოდვები. ადამიანები გამოეხსნათ და გაენთავისუფლებინათ აი ამ ტვირთისაგან, სულიერი ტვირთისაგან, რომელიც ხელს უშლის ადამიანს უფალთან მიახლებაში და უფალთან მიმსგავსებაში, აი სწორედ ეს საიდუმლო დააწესა უფალმა. სინანულის და აღსარების საიდუმლო. არის ცოდვები, რომლებიც იმდენად დიდია, რომ აი მამები ადარებენ ხოლმე უზარმაზარ კლდის ლოდებს. და არის ცოდვები, რომლებიც ქვიშის მარცვლებითაა, მცირე, უმცირესი ჩვენი ყოველდღიური ცოდვები. მაგრამ აი ესეთ რამეს ამბობენ მამები, რომ ჩვენ ადამიანები ვართ ღვთის სახლი. უნდა ვიყოთ ღვთის სახლი. და ამ სახლს ჩვენ გამოვტენით დიდი ლოდებით თუ პატარა ქვიშით, ეს სულ ერთია, ყველა შემთხვევაში იქ უფლის ადგილი აღარ რჩება. ამიტომ ადამიანს აი ამ ხსნისათვის და განთავისუფლებისათვის სჭირდება სწორედ მღვდლობის საიდუმლო, სინანულის საიდუმლო და ჩვენ აქედან გამოხსნილი ვეზოთ. დიდი მამა ეფრემ ასური საოცარში ტყობს ამბობს მღვდლობის საიდუმლოზე. უჩვეულო სასწაული, გამოუთქმელი ძალი და საშინელი საიდუმლოა მღვდლობის საიდუმლო. მისი ძალით შეიკრა ეშმაკი, გაუქმდა სიკვდილის საპყრობილე და ჯოჯოხეთმან დაკარგა ძალი.